ჩემო ქართველებო, ისის ხოლმე შეკითხვა 7 დეკემბერთან დაკავშირებით, რომ შევიკრიბებით და დავასრულებთ და ასე შემდგომ და დავამთავრებთ. არა, ჩემო ქართველებო, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ 7 დეკემბრის 16 საათზე რუსთაველზე შეკრება ომის დამთავრება კი არ იქნება. არამედ ეს არის ომის პროცესი, საქართველოსთვის ომის პროცესი. საქართველოსთვის ბრძოლა არ არის, ჩემო ქართველებო, ერთჯერადი აქტი. მივედით, შევიკრიბეთ, ვიყვირეთ, წამოვედით. ეს არის პროცესი. მაგრამ შეიძლება კითხვა გაგიჩნდეს, მაშინ რა აზრია შეკრებას? შეკრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მეტი ადამიანი შევიკრიბებით, გარწმუნებთ, ჩემო ძვირფასებო, რომ ეს ხელისუფლება მორალურად იქნება გატეხილი, ეს ერთი. მისი მხარდამჭერები დაიწყებენ ნამდვილი ძალის დაფიქსირებას. ახლა რომ იძახიან, ჩემო კარგებო, რომ არიქა, იქო, ვინც მივა ლელოსთანო და ხაზარაძესთან და ვერავინ ვერ დაინახავთ, ვერც ხაზარაძეს იქ მეგობრებო და ვერც ლელოს და ვერც რაღაც ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ ხალხს. იქ ვერ დაინახავთ 7 დეკემბერს. ეს მთავრობამაც იცის, მაგრამ მარგინალიზება უნდა მოახდინოს ეროვნული ქმედების და ეროვნული ძალებისა. ამიტომ ჭირდება წლების განმავლობაში, იმიტომ ყავს ეს ლიბერალური ძალები, რომ თუ კი გამოჩნდება რომელიმე ეროვნული ძალა და რომელიმე ეროვნულ საკითხზე დაიწყებენ საუბარს, მოახდინოს მარგინალიზება, ანუ მიწეპება ამ ლიბერალურ ძალებზე. ამას აკეთებს, ცდილობს ყოველ შემთხვევაში. ძალიან საცოდავად ეს ხელისუფლება, მაგრამ ცდილობს. და 7 დეკემბრის შემდგომ უკვე ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავალთ. 7 დეკემბერს 16 საათზე შევხვდებით რუსთაველზე, საქართველოს სიყვარულში.